მათი წილი, ვინც თვლის, რომ ქალმა ოჯახის შენარჩუნებისთვის ძალადობა უნდა მოითმინოს, 2019 წელთან შედარებით კაცების შემთხვევაში 4%-ზე მეტით, ქალების შემთხვევაში კი თითქმის 6%-ითაა გაზრდილი. კვლევის მიხედვით, კაცების მეხუთედი ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს სურთ, რომ გააუპატიურონ. კიდევ უფრო მეტი კაცი ფიქრობს, რომ თუ ქალს აუპატიურებენ, ეს ნიშნავს, რომ მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო. ყოველ მესამე მამაკაც კი ჰგონია, რომ თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება, ფაქტი გაუპატიურებად ვერ შეფასდება. ასევე თითქმის ყოველ მესამე კაცს მიაჩნია, რომ გაუპატიურების შემთხვევებისას ისმის კითხვა: აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კაცების რაოდენობა, ვინც გაუპატიურების შემთხვევებს ქალის დაუდევრობას უკავშირებს, 14-დან 21%-მდე გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით გაზრდილია მათი რაოდენობაც, ვინც ეთანხმება, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბოლო სიტყვა კაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 50% ეთანხმებოდა. 2024 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 57%-ია. თითქმის 10%-ითაა გაზრდილი იმ რესპონდენტების წილიც, ვინც მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. ამავდროულად გამოკითხულთა 62% თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. კვლევაში გამოკვეთილია, რომ ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მხარს ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს.